ადამიანს ეუბნები რომ თუ დაუშვათ ვერ იმარხული არაუშავს, თუ დაუშვათ არ გექნათ რომ არაუშავს, კაცო, თავარია ქრისტე ყავდეს ზგულში, სიყვარული გქონდეს ზგულში და რაღაცა ვერ იღებენ ამას. ხო? გესმის? აი რაღაცა მაინც აი რა გითხრათ, აი დოგმებზე გაგია. ზუსტად მაგას ამობს მოციქული, აი რაც, აი რომ თავისუფლების სული არ თქვენ მიიღეთ თავისუფლების სული, მორწმუნეებს ეუბნება. აი ვისაც არ მიუღია თავისუფლების სული რა, იმიტომ რომ ეს თავისუფლება ღმერთის არსი არის თვითონ რა და მათთვის არის აი წარმოუდგენელი ეგ აი უპირობო გამოხსნა და თან რატო არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ რატომ მინდა რომ ამ თემაზე მინდა რომ ბოლომდე ვილაპარაკო რომ მოციქული ასახელებს მიზეს რატო გვიყვარს ხმე ჯერ ამბობს რომ ჩვენ კი არ შევიყვარით მან შეგვიყვარა ანუ ესეც აი მარ თქმა უნდა აი ღმერთი მიყვარს კი არა აი ცოტათი რა თვითონ უყვარვარ თორე აბა ღმერთმა დამიფაროს ჩემს სიყვარულზე იყოს მაგრამ მე ამბობს ჩვენო იმიტომ გვიყვარსო რომ მან შეგვიყვარა პირველი აი ადამიანმა თუ არ გაიგო რომ ღმერთს უყვარხარ უპირობო და გადაგარჩინა. აი ღმერთი როგორ, აი სიყვარული შენში როგორ იქნება? აი თუ გეგონება ღმერთი იურისტი, რომელიც გეუბნება რომ აი დაგიდო წესები, მიდი აბა ესქენი, აბა მე თან აი საინტერესო რა არის. აქ არის რომ მოციქულები რაღაცებს რო წერენ, აი შეიძლება დაფიქრდე ადამიანი და აი ფიქრო რა შეიძლება ნიშნავდეს. ხო და არსებობს ინტერპრეტაციები და ისიც უნდა აიხსას ეგზეგეტიკურად რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს ამბობს პირდაპირ რაღაცებს. ვისაც ჩემის წამს აქვს საუკუნო სიცოცხლე. აი ხო არ ამბობს რომ ვისაც ჩემის წამს ეხლა კი აქვს სიცოცხლე, მაგრამ მე მოდი შევხედავ რა როგორი ბიჭი იქნება. მე რავი, აი თუ კაი ტიპი იქნება, თუ დაიმსახურებს. და მე მოდი თან რა უნდა დაიმსახურო, აი უფალს შევხედოთ იესოს, აი როგორი ცხოვრა, რა გააკეთა, ხო? ეს სრულად უცოდველად იცხოვრა ჩვენთვის. იმიტომ რომ აი ჩვენი სტანდარტი ეგ იყო და თვითონ ეგ სტანდარტი დაიცვა, რომ ამ სტანდარტში თავისი ლოგოსის იდენტობა მოეცა და ამიტომ ამის იქით ეხლა ადამიანი თუ ვერ ხვდება რომ არაფერი არ არის, სიყვარული ვერ მივა და პავლე რას ამბობს, აი სულ აი ისეთი ერწმენა მქონდეს მთების დაზვა შემეძლოს და სულ რო აი დასაწავად მიუცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არ მაქვს, არაფერი ვარ. და სიყვარული საიდან მოდის? აი ამის გააზრებიდან, რომ ჩვენ კი არ მან შეგვიყვარა და იმიტომ გვიყვარს რომ მას უყვარვარ ჩვენ და ასე რომ ეს არის მთელი პრინციპი ქრისტიანობის. პეტრეს მაგალითი მაგარი მოიყვანე რა. მეძავთან დაკავშირებით რომ რა შვება. მე აქ ვარ, ესენი აქ არიან და მეძავს რას უშვებ რა. ეს რა ხელა რაღაცა არის, ხო? გინდაც ის რომ სხვადასხვის აი ძალიან მაგარი რაღაც არის პეტრეს, აი პეტრე ხო ამდენი ხანია უფალთან და მოციქულთა თავი სასწაული ადამიანია და ჩვენ რა ვიცი, სასწაული პიროვნებაა ჩემთვის და აი იესო აღდგა ამაღლდა და მე აი უკვე საქმენის წიგში მიმდინარეობს ეს ამბავი. პეტრეს ეცხადებდა უფალი. და რაღაცა იქ ხორცია კონკრეტული, რაც იუდეური რჯულით მისთვის აკრძალული იყოს საჭმელად და არ ეჭამა ცხოვრებაში, იცავდა ამას. უფალი ეუბნება ჭამე ახლა შენ ეს ყველაფერი და პეტრე აღიშო უფალო, მე უწმინდური არაფერი არ მიჭამია და აი მე რაც გავწმინდე, მე რაც მინდად მიმაჩნია, შენ რაღაც მიიჩნე უწმინდ. ჭამე ეუბნება პეტრეს, პეტრე შეჭამს და პეტრე ხვდება რომ ხორცი არაფერ შუაში არ არის. აქ არის ადამიანებს და პეტრე ამბობს ეს რაღაც აღმოხდა. ლოცვით გაიგო. ღმერთი ყოფილა მიუკერძოებელი. ანუ წარმართები მიხვდა რომ ღმერთმა მოციქულსაც კი უჭირს იმის ღმერთი რომ მიუკერძოებელი იყო, მე მიხვდა წლების მერე. რომ უიო ღმერთი ყოფილა მიუკერძოებელი